საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და პირველ რიგში ტრადიციულად უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც ამერიკული ინდექსებისათვის დიდად გამორჩეული არ იყო, საშუალოდ 9%-იანი კორექცია ვიხილეთ და ამ წუთებშიც პრინციპში უოსტატის საფონდო ბირჟაზე ანალოგიური ვითარება გვაქვს. S&P 500-თან მიმართებით კორექცია 0.46%-ია, Dow Jones-ის ინდექსთან -0.56%, NASDAQ-ის შემთხვევაში კი ვარდნა შეადგენს დაახლოებით 9%-ს. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ დიდად გამორჩეული განწყობა ამერიკელ ინვესტორებს ამჟამად საფონდო ბირჟის მიმართ არ აქვთ. ოქტომბერად იგივეს თქმა შეგვიძლია ევროპულ ბირჟაზეც, რომელიც ასევე არის შემცირებული და ევროპის 600 სრული კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია, როგორც ხედავთ, 0.18% არის შემცირებული. Განსხვავებით ამისა, მინდა გითხრათ, რომ აზიაში არის ზრდა, შანხაისა და ნიკეის ინდექსები, როგორც ხედავთ, საშუალოდ 1%-იან მატებას აფიქსირებენ. ვინაიდან ინვესტორებს ბოლო პერიოდში აზიის ბაზართან მიმართებით მოლოდინები აქვთ გაუმჯობესებული, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ასევე გამორჩეული შედეგი ჰქონდა ნავთობს, რომელიც არის გაძვირებული საკმაოდ მკვეთრად, მინდა გითხრათ, 3.9%-ით და ამჟამად ბრენტის ფასი შეადგენს $62 WTI-ის ფასი კი $59 ფარგლებშია. ასევე გაძვირების ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთანაც, ლამის +6% გვაქვს დღეს და როგორც ხედავთ, მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება უკვე აღწევს 35 ევროიან ნიშნულს. გაძვირების მიზეზებს კი სულ რამდენიმე წუთში გაგაცნობთ, მანამდე ოქროზე ვისაუბროთ, რომელიც საკმაოდ მკვეთრად არის გაძვირებული, +2% გვაქვს დღეს და უნცია მეტალის ფასი ამჟამად შეადგენს $3,407. ეს როგორც ხედავთ, ერთ თვეში არის 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, ხოლო ერთ დღიან პერიოდში მატება აღწევს 47%-საც კი. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც კორექცია აქვს, ის 2%-ით არის შემცირებული და ბაზრის საერთო შეფასება ამჟამად შეადგენს $3 ტრილიონ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 94,500, ეთერიუმი კი დაახლოებით $1,800 ვაჭრება. კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე ეთერიუმისა გვაქვს 213 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში კი $1,877 მილიარდი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს მატება ჰქონდა და ზრდა არის საშუალოდ 4%-ის ფარგლებში. პოზიტიური შედეგი აქვს თბისისაც, მისი ზრდის მაჩვენებელი 2.34%-ია და კომპანიის საბაზრო შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. ჩვენზე ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, მისი გასვლელი კურსი, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით არის 2.74. ევროს გასვლელი კურსი გვაქვს 3.11, ხოლო სტერლინგის გასვლელი კურსი 3.66, ანუ ლარი ძირითად ვალუტებთან მიმართებით არის გამყარებული. აქვე ორივე სიტყვა უნდა თქვათ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც Foresight Investor Group თავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხაგანათავისუფლ ფონდში და ამიტომ მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 52%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investor Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.